თვლიან, რომ მხოლოდ ნიჭია საკმარისი იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. იღბალიც ხომ არ არის ამისთვის საჭირო. არასოდეს არ ეძებო დამნაშავეები შენს გარშემო. ზურგს უკარაებს ლაპარაკობენ, ის ცალკე თემაა, მაგრამ დაუგულინგები ხართ სოციალურ ქსელში. სიმართლესთან ყოველთვის დონკიხოტივით რაღაცა მარტო რჩებოდი ეს სტატუსის გამო თქვენ როგორც ვიცი, კარიერაშიც პრობლემები შეგექმნათ. ეგეც იყო კი ბატონო. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდით. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული კონცერტი. ყველაზე ხშირად რაზე გამათობთ ხოლმე? ცხოველებზე. ჭორი თუ მოგისმენიათ თქვენს თავზე. ვიღაცის ან საყვარელი ვიყავი ან რაღაც გამოაცხეს ჭორი, რომ ეხა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ის ვიყავი ფავორიტი ქალი და აი ეს ძალიან მტკივა, იმიტომ რომ შევდივარ თქვათ რაღაც სოციქსელებში, იქიდან იმდენი ნეგატივი მოდის, იმდენი ესე ვთქვათ ზიზღი და ტალახი არასოდეს არ ყოფილა. სენია რაც მოიტანა ამ ეპოქამ და აი შესაბამისად აღარ იბადება აღარც ბეთჰოვენი, აღარც მოცარტი, აღარც მიქელანჯელო. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel-ი. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდელი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ ცეცებთ სივრცეს, თქვენი კონტენტის შესაქმნელად აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel-ი. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, სოპრანო, ქალბატონი თამარ ივერი. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით ქალბატონო თამარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ. პირიქით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში, ფეხბედნიერი, მე ძალიან კარგი და ბევრი საინტერესო და დადებითი გამიგია თქვენს აი ამ გადაცემებზე და გამიხარდება თუ მისი ნაწილი მეც ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩემს პოდკასტში. ქალბატონ თამარ, პირველ რიგში მინდა დავიწყოთ თქვენი განვლილი გზიდან, რომელმაც ამხელა წარმატება მოგიტანათ მსოფლიო მასშტაბით. რა შრომადევს ყველაფერ ამაში? დიახ, აი კარგი სიტყვებია რა შრომადევს, იმიტომ რომ ხშირად თვლიან, რომ მხოლოდ ნიჭია საკმარისი იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. თუმცა, ნავეცი ჩემს გარშემო, როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე, ბევრი იყო ნიჭიერი, ბევრს ჰქონდა შესანიშნავი ხმა, ბევრს უწინასწარმეტყველებდნენ დიდ მომავალს, მაგრამ შრომა, თვითდისციპლინა, ის მომენტი, რომ შენ მხოლოდ ამ საქმისთვის ცოცხლობ და დღე-დაღამე მხოლოდ ეს არის შენთვის საფიქრალი, აი ეს ცოტას ქონდა. იქ ზოგი ვთქვათ გათხოვდა, ზოგმა რაღაც ვთქვათ სხვა პრიორიტეტები დააყენა მის წინ, ზოგმა ვერ გაუძლო იმ რაღაც შრომას და იმ ჩემოდნებზე ჯდომას, რომ ეს ანუ ტალანტთან და ნიჭთან ერთად ეს არის ძალიან ტიტანური შრომა. და ფიზიკური მომზადებაც, იმიტომ რომ შენ უნდა შეგეძლოს თქვა დილის 6-ზე ადგომა, 7-ზე გამღერება, იქ 8-ზე მისვლა თეატრში, თქვა იქ უკვე 9-ზე 10-ზე რეპეტიცია იწყება და ესე ყოველდღე და აი ამ რაღაც გამთანგველი შრომის შემდგომ უკვე გენერალური რეპეტიციები, ზოგი კოსტიუმის გარეშე, ზოგი კოსტიუმით, ზოგი ორკესტრთან, ზოგი ორკესტრის გარეშე, სცენაზე, სარეპეტიციო ოთახში და ბოლოს დგება უკვე პრემიერა და ბევრი აი უხმოდ რჩება უკვე პრემიერამდე. ამიტომ აი ამ შიდა სამზარეულოს, რა თქმა უნდა, პუბლიკა ვერ ხედავს, პუბლიკა მოდის ეგრევე პრემიერაზე.
და ის თუ რა იმალება აი ამ ყველაფრის ძალიან დიდი შრომა და ბრძოლაც ხო ალბათ. რა თქმა უნდა, იქ 1000 ხელისშემშლელი ფაქტორი, შეიძლება სადღაც კონდიციონერი იყოს, გაგიცივდეს ხელი, იქ თქვათ რაღაცა სხვა თუ არაფერი ფეხსაცმელი გიჭერდეს, რომელიც სპეციალურად შენთვის დაამზადეს და რაღაც საშინელი მუხეშავია ან კაბა, და უნდა მოითმინო. ზოგჯერ ყოფილა ისე რომ კოსტიუმები 10-15 კილოა, რაღაცა ისეთი სპეციფიური დადგმა, რომ რაღაც და აი ამ ყველაფერი წინაღობის და ესე ვთქვათ, მე არ დამავიწყდება სუორანჯელიკას მღეროდი, წყალების დას, ეგეთი პუჩინის ცნობილი ოპერაა, სადაც მონაზონს თამაშობდა, წარმოიდგინეთ, მთელი სახე მქონდა ესე შეკრული და ნუ მონაზონის ის აბსოლუტურად ყველაფერი, ყურები, ყველაფერი და წარმოიდგინეთ სცენაზე რომ ვიდექი არ მესმოდა ჩემ. თქვენი ხმა არ გესმოდათ და რა რთულია. დაფარული ყურები, ყველაფერი და მონაზონის ის გაწვია. ამ დროს უნდა იყოს საოცარი პროფესიონალი. პრაქტიკულად ორკესტრი არც მესმოდა. და არც მქონდა უფლება რომ ან გამეწია ან რაღაც ეგეთი და აი 1000 წინაღობა ესე რომ ასევე უნდა გქონდეს ძალიან რკინის ნერვები. იქ თქვათ რაღაცა ისე არ წავიდა, რამე ცუდი შეგატყობინეს, ან ვიღაცამ ფეხი დაგიდო, ეგეთები ყველგან ხდება თეატრებში, თქვათ რაღაც აი ცუდი შეგატყობინეს, მე ვიცი დედა რო გარდაგეცვალათ რომ იმყერეთ. აი რაღაცა არის დეტალი, რითიც უნდა იყო ძალიან ძლიერი შინაგანად მომზადებული ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, რომ შენ აი ეს ყველაფერი პაკეტში შენგან რაღაც ვარსკვლავი და ის შეიქმნას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აი ამ წნეხს, აი ამ იმას ვერ უძლებს. ამიტომ რაღაც აი ხასიათი უნდა იყოს შენში და ეს აქვთ ძალიან იშვიათად, ესე ვთქვათ, მომღერლებს. აი მაგას ვამბობ, რომ ბევრს აქვს ხმა, მუსიკალობა, ეს, მაგრამ აი ეს გამძლეობა, რომ შენ, ესე ვთქვათ, ოკეანეში ჩაგაგდონ და შენით უნდა გაცურო ნაპირამდე. ალბათ მაგასაც შემდეგ სწავლობს ადამიანი, ხო, ამ გამძლეობას. სწავლობს, მაგრამ ის მომენტიც არის, როდესაც შენ იგრძნობ პირველივე შენი გამოსვლებიდან, რომ შენ ტაში დაგიკრეს აპლოდისმენტები, რომ წარმატება გქონდა, რომ ადამიანები მოვიდნენ გულწრფელად მოგილოცეს, რომ შენზე დაიწერა, რომ ესე ვთქვა ძალიან ნიჭიერია პერსპექტივა, რაღაც мотиваცია გეძლევა. ყველა мотиваცია გეძლევა შენ თუ ხარ ძლიერი ადამიანი პიროვნულად, მერე უკვე შენც იწრთობი, რომ რადგან მე წარმატებული ვარ და რადგან კარგად ვიმღერე და ჩემს სიმღერას ესეთი ის მოყვა, ყველაფერი უნდა ვქნა, რომ მე ესე ვთქვა და შემდეგ უდიდესი პასუხისმგებლობაც, ხო? რა თქმა უნდა, შენ თავის მიმართ, პუბლიკის მიმართ, ყველაფერი, რომ შენ გაუმართლო იმედები შენს პედაგოგს, მშობლებს, აგენტებს, ვინც შენზე მსმენელს, რა თქმა უნდა. და აი ეს მომენტია, რომ იცით რა არის, აი არიან, თქვათ, ძლიერინების ყოფის ადამიანები, მომღერლები, რომლებიც, აი ვიცი, წლების განმავლობაში უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ საკონცერტო კაბებში, მოგზაურობებში, მოსმენებში, სასტუმროებში და მაინც არაფერი გამოდის. აი ზუსტად მაგაზე მინდა გითხოთ, ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი ხმა გქონდეს, ძალიან შრომის მოყვარე იყოს, თუმცა მაინც ერთეულები ხდება. კი ბატონო. სადღაც იღბალიც ხომ არ არის ამისთვის საჭირო. იცით რა არის? გეტყვით ახლა, აი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, თუ გააქვს რომ ხარ უმაღლეს დონეზე ვოკალურად მომზადებული, იქ გარეგნობა, არტისტიზმი, ფიზიკურად ის ადრე თუ გვიან ვიღაც შეგამჩნევს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ ხა ვთქვათ სცენაზე ესე წარმატებას დებდე და წარუმატებელი იყო. ესე რომ იღბალი ის მომენტია, რომ ვთქვათ იმ დარბაზში ვიღაცას ისეც მოეწონები, ვინც მოვა და გეტყვის, რომ ან აგენტი ვარ, ან ვიღაცას გაგაცნობ, ან რაღაც, იმიტომ რომ წარმატებული, კარგი და შემდგარი ყველას მოწონს, რა თქმა უნდა. და ეგეთი ადამიანები ხა მე მაგალითად გარშემო
ვერ წარმომიდგენია, რომ ვიღაცა იყოს მართლა ტოპ დონეზე და მას არ უმართლებ. ადრე თუ უბრალოდ ეს მომენტია, რომ ვის უფრო ადრე გაუმართლებს და ვის უფრო გვიან, მაგრამ მე ვიცი ადამიანები, რომ ვთქვათ, არ არიან ვოკალურად იმ დონეზე და სულ სხვებში ეძებენ მიზეს, რომ იქ ვიღაცამ ჩამჭრა, იქ ვიღაცამ დამჩაგრა, ჩემ წინ გაუშვეს აი ეს მომღერალი, იქ ვიღაცამ ჩააწყო, იქ ვიღაცას სწორ დროს სწორი აგენტი ვერ ნახე. პედაგოგი გაიყვანა თავის აი სულ ეძებენ სხვებში, აი ამ იმას მიზეს. და ამ დროს ახლა პირშიც ვერ ეუბნები, რომ შენ ხარ, აი ამიტომ იმ დონეზე, ესე ვთქვათ, აი ამიტომ მე ჩემმა პედაგოგმა, ქალბატონმა ილიანა კოტრუბასმა, ხა საქართველოში ბატონ გოჩა ბეჟუაშვილთან ვიყავი და მე უცხოეთში რო წავედი, მუშაობდი კერძო გაკვეთილებით ამ პრიმადონასთან საოპერო სცენის და ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არასოდეს არ ეძებო დამნაშავეები შენს გარშემო. აი შენ დაჯექი და საკუთარ თავს კითხე. შენ იყავი იმ დონეზე, აი გამოუტყდი შენ თავს. შენ იმღერე იმ დონეზე, რომ ვთქვათ, და დაგჩაგრეს და აი ყოველთვის რაღაც რომ მქონია ეს ჩაფიქრება საკუთარ თავთან, მიღიარებია რომ მე რაღაც უკეთესად შემეძლო. ვთქვათ, ერთ ადგილას მოხდა ისე, რომ დაგჩაგრეს სიტყვაზე. დღეს უკვე იმხელა გაქანებაა, რომ სხვაგან შეგიძლია წახვიდე. ყოველ წელს მომღერლები 5-6-7 კონკურსში იღებენ მონაწილეობას და როცა არც ერთ კონკურსში არაფერი გამოგდის, იქ უკვე უნდა მიხვდე, რომ ალბათ შენშია რაღაცა პრობლემა. ან თქვათ არ ხარ იმ დონის მომღერალი, ან თქვათ შენი ხმა არ არის დიდი საოპერო სცენებისთვის. ესეც არის. ახლა ზოგს აქვს უფრო რაღაც მოკრძალებული პატარა ხმა და ნუ აი ვერ გავთვი სიგრძე განებია, რომ მისი ხმა არ არის დიდი სცენებისთვის. ის მაინც თავს იკლავს დარბის აგენტებთან, იხდის ფულებს ეს და ნუ აი არ ვიცი, ახლა მაგიტომ მიყვარს მე გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები, რომ ვიღაცამ უნდა უთხრას მე ამ ასეთ ადამიანს სიმართლე, რომ შენ დიდი სცენების ხმა არ გაქვს, იმიტომ რომ ორკესტრთან, ესე ვთქვათ, არ ჟღერს ისე როგორც საჭიროა და ამ ადამიანმა მე რაღაც თავისთავი უნდა მოძებნოს. ან უფრო კამერული მუსიკისკენ გადაიხაროს, ან უფრო რაღაც მოცარტი და ისეთი რაღაც როლები იმღეროს, რაც პატარა სცენებზე იდგმება, კამერული შემადგენლობით. აი ვინც ითავისებს მის აი ამ ვთქვათ, კარგს და ცუდს და თეთრს და შავს, ის ყოველთვის აღწევს წარმატებას, იმიტომ რომ ის მერე პოულობს თავის ადგილს. იმ საოპერო სფეროში, ან მე რაღაც სხვა სფეროში გადავიდეს უფრო და ნუ აი ესეთი ადამიანები დეპრესიაში არ ვარდებიან და აი ეს მაქსიმალისტები, რომ ვინც ფიქრობენ, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი, ნუ ეგეთი ხალხი ძალიან აწყდებიან მერე და მერე დეპრესიაში ვარდებიან და მერე განხიბლვა და პესიმიზმი და ნუ აი არ მიმართლებს და ნუ რაღაცა ეს მომენტი და აი მაგიტო ვამბობ, რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება და რა თქმა უნდა შენ გვერდზე უნდა იყვნენ გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები, იმიტომ რომ თუ გარშემო გაკრავს მხოლოდ ის ხალხი, ვინც შესანიშნავი ხარ, ბრწყინვალე ხარ, ვაიმე, ჩემო ვარსკვლავო, გენაცვალე, აი ეგეთი ხალხი თუ გაკრავს, რა თქმა უნდა ახლა ეგეთი ხალხის გვერდზე ვერ იზრდები. ეხლა მე მიმღებლობაც უნდა გქონდეს ადამიანს. პედაგოგიც ვარ და დიახ. აი ძალიან ცოტა ცუდი ტენდენცია წამოვიდა ეხლა რამდენიმე წელია რაც ეს სოციალებია, რომ აი დაკვირვებული ვარ, რომ აი ამ მოსწავლეებს, სტუდენტებს ადრე თუ რაღაც თავს იკლავდნენ, რომ კონკურსები და ის და ეს და რაღაცა თავის ჩანაწერს რო დადებენ Facebook-ზე და რაღაცაზე, იქ რო ატყდება ჩემო ვარსკვლავო, ბრწყინვალე ხარ, გენიალური ხარ, შენ დიდი მომავალი ხარ, აი ამით კმაყოფილდებიან და უკვე თვლიან, რომ რახან Facebook-მა გაიცნო, რახან Facebook-ზე აღიარეს, რადგან იქ უწერენ კომენტარებში, რომ ჩემო ვარსკვლავო, ჩემო გენიოსო, ჩემო ეს უკვე საკმარისია, უკვე კარიერა აქვს. ეგო
როც აი უმაღდებათ. ეს ძალიან ესე ვთქვათ ძალიან როგორ გითხრათ სატყუ არაა. კი, აი რაღაც მესმის. გადმოგდებული შოკოლადი, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ის კომენტარები ნაკლებად ისე რომ ვთქვათ ის არის სარწმუნო და ნაკლებად გულწრფელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რომ გასიამოვნონ ყველაფერს გიწერეთ. სამაგიეროდ მოდი ახლა ზურგს უკარეებს ლაპარაკობენ ის ცალკე თემაა, მაგრამ ხო აი ძალიან ეს ცოცხლები არის ძალიან დიდი რაღაც ფარისევლობის ესე ვთქვათ მორევი რაღაც ესე რომ ვთქვათ და ადამიანი არ უნდა გადაეშვას თავით იქ და რაღაც იმ ცხოვრებით არ უნდა იცხოვროს რომ აი კი დღეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბლოგერობას ამ რაღაც ინტერნეტ სივრცეს რა თქმა უნდა ეს უზარმაზარი ასე ვთქვათ ვეშაპია რო იტყვიან რომელსაც შეუძლია ან გაღიაროს ან მიწაზე და განარცხოს ან წარმატება მოგიტანოს მაგრამ მხოლოდ მის ამარახო ვერ ვიქნებით და დაუგულინგები ხართ სოციალურ ქსელში ქალბატონებთან ყველა ამის ასე ვთქვათ აი უწყინარი თქვათ უწყინარი პოსტის გამო კი ბატონო, გინდ უწყინარი, გინდ საწყენი, გინდ დღეს უკვე ესეთ სიტუაცია, რომ აი გენაცვალე რო დაწერო, იმაზეც შეიძლება, რომ რაღაცა სხვადასხვა კონტექსტით გაილანძღო. მით უმეტეს მე მქონია, რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში ძალიან დიდი ბულინგებიც, ძალიან დიდი ვთქვათ რაღაც შეგიძლიათ მოგვიყვეთ? ნუ იცით რა არის ახლა ამაზე ძალიან ბევრი მომიყოლია დაახლოებით 10-15 წლის წინ რაღაც გარკვეულ პოსტ. სხვათა შორის ძალიან ამ სოციალებმა მასწავლა რომ რასაც ფიქრობ, აი ესე ამოღებული ხმალივით ყველაფერი არ უნდა წერო. იცი რა არის, აი კი, სულ მიწერდნენ რომ აი თამარ ყოჩახ, აი შე როგორი თქვათ სიმართლე გიყვარს, ყოველთვის სიმართლეს წერ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამ სიმართლესთან ყოველთვის დონ კიხოტივით რაღაცა მარტო რჩებოდი ესეთ რაღაც ქარის ცისქვილებთან. ის ადამიანები, ვინც პირადში გწერდნენ, რომ აი მიდი და იქ არაფერს არ გიწერდნენ. ხო, იქ გაჩუმებულები იყვნენ, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად შენ ებრძოდი აი ამ მთელ შემოტევებს, აი ამ ხალხის მასებს, ვინც გლანძღავდა, გაბულინგებდა და ეს ადამიანები კიდე მხოლოდ ანუ თითქოს შიში აქვთ ერთმანეთის. რა უნდა და მე ნუ ახლა არ ბრაზდებოდი მათიც მესმის ახლა ყველა სურსო საზოგადოებაში რაღაც თეთრი და ფუმფულა იყოს და მე რაღაცნაირად ვიგრძენი რომ ის მომღერლები ვინც საერთოდ მეხი რო გავარდეს ქვეყანაში და ასე ვთქვათ ომი გამოცხადდეს მაინც თავიანთ სიმღერაზე წერენ და სად რა ვიმღერე და სად რა ნოტი კარგად ავიღე და სად ტაში დამიკრეს აი ეგეთი ხალხი უფრო იგებს და ეგეთ ხალხს უფრო პატივს ცემენ ვიდრე ვიღაცა ვინც რაღაც თუნდაც მწარე სიმართლეს წერს რაღაცაში სარკეში ახედებს თქვათ იმ არასწორ ხალხს ვინც ვისაც შენ თვლი საზოგადოებაში რომ არასწორ ესე ვთქვათ პოზიციაზე დგანან და რაღაცა ასეთ ადამიანებს რა თქმა უნდა უფრო პრობლემები აქვთ იმიტომ რომ ყველასთვის მოსაწონი რა თქმა უნდა ვერ იქნები და ყველასთვის საყვარელი და აი ამ წლებმა სხვათა შორის ეგეც მასწავლა რომ ნუ რაღაცნაირად ის სიმართლეც რაღაც დიპლომატიურად ესე ვთქვათ რბილად და ესე შენიღბული დავწერო. მაგრამ მგონია რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაწერთ, მაინც გამოჩნდება ვინმე. გამოჩნდება რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ის სიმძაფრე და აი ის რაღაცა ვცდილობ რომ წლებთან ერთად რაღაცნაირად მაინც მოვთოკო, თორე ადრე ძალიან ნუ არ ვიცი, ძალიან ისეთი სტატუსის გამო თქვენ როგორც ვიცი, კარიერაშიც პრობლემები შეგექმნათ. ეგეც იყო კი ბატონო და ნუ მე იყო ისე რომ აი ინბოქს რო ხსნიდი ხოლმე, უკვე ისეთები მოდიოდა რომ ჯობდა დამეხურა და ნუ რაღაც პერიოდი მახსოვს იმ დონეზე მივედი რომ სახელი და გვარიც შევცვალე. იმ რაზეც დავიწყე საუბარი რომ მომღერალს ძლიერი ბუნება უნდა კონდეს მეთქი. რა თქმა უნდა,
თუ ვიღაცას სუსტი ბუნება აქვს და ფსიქოლოგიურად ტყდება და რაღაცა, ის ამ ყველაფერს ვერ გადაიტანს. იმიტომ რომ მე ვიცი ხალხი, რომ იმდენად განიცდიან აი ამ ესე ვთქვათ, სოცქსელების შეურაცხყოფებს და წყევლას და კრულვას და გინებას, რომ აი რაღაცნაირად უკვე ძილი არ აქვს და საძილე გადავიდნენ და ზოგს გულის პრობლემები დაეწყო და იცით რა არის ახლა მე რაღაცნაირად ვემხრობი ზოგი კითხulis რომ ცენზურა მაგრამ მე რაღაცნაირად ვემხრობი რომ პირადი და ინტიმური და ესეთ შეურაცხყოფები რაღაცნაირად უნდა იყოს ამისთვის ახლა დასჯადი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანმა, ვინც თქვათ რაღაცა პირად და ესე ვთქვათ შენ სივრცეში შემოდის და პირად შეურაცხყოფას კი ბატონო და შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. ყოფილოა რაღაცა ან რაღაცა სიტყვაზე ან თავრობის ან თქვათ პოლიტიკური შეხედულებები ან რაღაცა ახლა ეს სხვა თემაა რა თქმა უნდა დემოკრატიაც რაღაც დონეზე ის არის რომ შენი აზრი გამოთქვა მაგრამ როდესაც შენ ადამიანს პირადად შეურაცხყოფ და მის შვილებს მის ოჯახს ესე ვთქვათ მის რაღაცა გასაღების ჭუჭრუტანიდან რაღაცა ისეთ ამხელ მისი ცხოვრებიდან და რაღაცა ეს ყველაფერი დასჯადი უნდა იყოს მე ვფიქრობ. გეთახმებით. რომ რაღაცა სადაც მისი სხვას რომ ზიანი არ მიაყენო სიტყვის ელემენტარულად იქ ჩემი უფლებებიც არის ხო რა თქმა უნდა. ძალიან რთული პროფესია გაქვთ ქალბატონ თამარ. და აი ყველა მომღერალს და მით უმეტეს ოპერის მომღერალს ყოველთვის ეშინია ხმის დაკარგვის. დაგიკარგათ ხმა და იცით რა ამის შესახებ გეთახმებით. აი ხმა ეს ერთადერთი ესეთი ფენომენია, ამიტომ არის ოპერის მომღერალი. რაზეც დგას მომღერლის კარიერა, ცხოვრება და ყველაფერი. აი ახლა უყურეთ, პიანისტი, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს მისი როიალის ჟღერადობა, ის მიდის და სხვა როიალს ყიდულობს. მე ვიოლინე მიდის და სხვა ვიოლინოს ყიდულობს. აი ჩვენ ინსტრუმენტი აი აქ არის. და იმიტომაც ფასობს რომ ეს არის ტემბრი ადამიანის არის ერთადერთი და განუმეორებელი. აი როგორც არ მეორდება ადამიანის ცი რა ახლა ცხვირი და ტუჩები და რაღაც შეიძლება ვთქვათ ხა პლასტიკური ოპერაციით ყველაფერს მიაღწიო, მაგრამ აი ადამიანის მზერა, გამომეტყველება ეს არის ძალიან ინდივიდუალური, რასაც ვერც ერთი სიტყვაზე პლასტიკური ქირურგია ამას ვერ შეცვლის, რა თქმა უნდა. და ასევეა ადამიანის ხმა, ამას ვერანაირად რაღაცნაირად ლიფტინგებით და იმით და ამით ვერც შეცვლი და ვერც ნუ ახლა ასაკთან ერთად და რაღაც სიგარეტი და რაღაც გარემოებებთან იცვლება, მაგრამ ეს სასიმღერო ხმაზე მაქვს ლაპარაკი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ვთქვათ, რაღაცამ ახლა ისე რომ თლად დაკარგო ხმა, ასეთი რამ ალბათ ან დიდი ყვირილის, რაღაც ნერვიულობის, ან რაღაც ძალიან დიდი სტრესის და რაღაც იმის ფონზე შესაძლებელია. მაგრამ ის რომ ხმა არ გიჟღერდეს, ან თქვათ რაღაც ავადმყოფობის, ან თქვათ, ხა მე მქონია მაგალითად ესეთი შემთხვევა, რომ არ ვიცი რაღაცნაირად ზაფხული იყო სიცხე სპექტაკლებს მღეროდი და ნუ ძალიან გამიტაცა აი ამ რაღაცა გაყინულმა ხილმა და რაღაცა ანანასები და რაღაცა სულ აი მაცივრის რაღაცებს ჭამდი და ეს ჩვენი ერთ დღეს გავიღვიძე სპექტაკლი მაქვს და ხმა არ არის. აი რაღაც საშინელება დამეწყო და გამეუქმებინა მერე წამლები, ექიმები ის და სპექტაკლამდე და ნუ ვიგრძენი რომ სადღაცა ზედა რეგისტრმა დაიწყო ჟღერადობა, მაგრამ მთლიანად გამომეცალა ცენტრი, ანუ ცენტრალური რეგისტრი, იმიტომ რომ მომღერლის ხმა შედგება ერდისმიერი ხმა, ცენტრალური რეგისტრი და მერე თავისმიერი რეგისტრი. და აი ეს მომენტია, რომ რაღაცის გამო შეიძლება თავისმიერი რეგისტრი გიჟღერდეს, სამაგიეროდ დაკარგო ცენტრალური რეგისტრი. აი ეგეთი მომენტი და ნუ აი სპექტაკლი ვიმღერე ისე, რომ პრაქტიკულად ცენტრში ვჩურჩულებდი, აი ეს არ დამავიწყდება. მიხვდა ხალხი?
ნუ რა თქმა უნდა მიხვდებოდა და ნუ იქ გამოაცხადეს რომ მაგრამ მე ამაყი ვარ რომ მთელი ჩემი კარიერის მანძილზე არც ერთი სპექტაკლი არ მომიხსნია თვით ავანტყოფობის გამო მაგრამ ნუ ეს მომენტი რო ვთქვათ გამოაცხადეს რომ ავათარი მომღერალი ეს მგონია ხო აი ეს შემთხვევა იყო რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს სახმოსიმებზე და ну, იმიტომ რომ საერთოდ მაინდა-მაინც არ ვეკუთვნი იმ მომღერლებს, ვინც რაღაც არიქა და პანიკაში და შარფებით და ემით და ამით და აი უვლიან და რაღაც სპექტაკლების დროს ნაყინსაც უჭამდა ყველაფერს და საერთოდ ვთვლი რომ ყელი უნდა იყოს შენი მონა და არა შენ უნდა იყოს ყელის მონა. ხო და მაგრამ აი იქ რაღაც ზედმეტები მივიდა მახსოვს პარიზში. განსაგებია. ქალბატონ თამა, რა წელი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში? ოჯახს და რა წელი უჭირავს კარიერას? იცით რა არის, ჩემი ცხოვრების მთელი პირველი ნაწილი იყო მხოლოდ კარიერა. კი. და მხოლოდ აი მიყვარდა ეს რაღაცა ბოშური ცხოვრება, გახსენი ჩემოდანი, დახურე ჩემოდანი, მერე წადი სხვაგან, დილით სხვაგან მღეროდი, შუა დღეზე სხვაგან, საღამოს სხვაგან, აი ეს სულ თვითმფრინავში ცხოვრება და ნუ ამით ცხოვრობდი და ნუ ეს ვიღლებოდი, ეს საშინელი სტრესი იყო და მაგრამ ბედნიერი ვიყავი ამ ცხოვრებით, დილით მახსოვს პანიკურად შვიცაძე მეღვიძებოდა და პირველი რაც იყო მობილურს უწვდებოდი რომ აგენტმა რამე ხომ არ მომწერა რომ აი თქვათ ეხლა იქ უნდა გადაფრინდე ეხლა აქ უნდა გადმოფრინდე და ყოველთვის მზად იყავ. სულ ეს მქონდა თავში რო იტყვიან წითელი ანთებული როგორც კი დილით გავფხიზლდებოდი იმ წუთში ტელეფონი რომ რაიმე იმეილი ხო არ მოვიდა რომ კიდე სადმე ხო არ ვარ გასაფრენი იმიტომ რომ ნუ აი ეგეთი ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ ვთქვათ ვიღაც სოპრანო ავად გახდა რამე წამყვან თეატრში კოვენტ გარდენია თუ მეტროპოლიტენ ოპერა და რაღაც ეგეთი ხდება ხოლმე და ნუ აი უცებ გეძახიან რომ მთელი პროდუქცია შენ ჩაგაბარონ და ეს სხვათა შორის კარგი მომენტიც არის იმიტომ რომ ყველა მომღერალს უყვარს შეხტომა რო იტყვიან იმიტომ რომ საერთოდ ერთი მომღერალი როა დამტკიცებული რაღაც პროდუქციაზე ის მთელი თვე უნდა იждდეს იქ ირეპეტიციოს ბინაში უნდა გადაიხადოს უზარმაზარი თანხები მთელი თვე ჭამაში, სმაში პრაქტიკულად რასაც სპექტაკლებში იღებს, იქ უნდა დახარჯოს იმ ქალაქში და აი უცებ რო ვიღაც ავად ხდება და გეუბნებიან რომ აი იქნება შეხტე და რაღაცა, წარმოიდგინე ხა ჩადიხარ და უკვე სპექტაკლები იწყება ყოველგვარი რაღაცა ბინაზე და სასტუმროებზე და ერთი თვე იქ ჯდომაზე და იმის გასავალის გარეშე ეგრევე უკვე სპექტაკლების სიმღერას იწყებ და არანაირი გასავალი არა გაქვს და აი ყველა მომღერლის საყვარელია ეგ ამბავი რომ სადღაცა კაი თეატრში რაღაცაზე რა თქმა უნდა და იცით რა არის შემდგომ რა თქმა უნდა როდესაც დადგა ის მომენტი რომ ესე ოჯახი შევქმენი და ეს იყო ძალიან ისეთი გააზრებული ნაბიჯი და შემდგომ ყოლა ტყუპები, რომლებიც ორი არაჩვეულებრივი ბატონო 12 წლის არიან უკვე. რა თქმა უნდა, მე რაღაც პრიორიტეტებმა გადაინაცვლა უკვე თუ დღე და ღამე ჩემოდნებზე ვიჯექი, ეს უკვე არ ხდებოდა ესე, უკვე რაღაცნაირად რომელიც თქვენ არ გინდოდათ თუ მეუღლეს არ მოსწონდა. იცით რა არის, უკვე ის მომენტია, რომ უკვე რაც გიღირს, ეხლა მაგალითად მთელი თვე ნახევარი რო იჯდე სამი სპექტაკლისთვის უკვე აღარ გიღირს, იმიტომ რომ შენ უკვე ბავშვებს უნდა მოწყდე თვე ნახევარი. აი ვთქვათ თუ იყო რაღაც ისეთი კონტრაქტი, რომ ბევრი სპექტაკლებია, ვთქვათ 5-6 სპექტაკლი, მაგრამ ერთი კვირა რეპეტიციები ან 10 დღე მაქსიმუმი, ნუ ეგეთებს რა თქმა უნდა ვიტოვებდი, მაგრამ აი ძირითადად, მაგრამ სამწუხაროდ ის არის, რომ საოპერო სამყაროში აი ეს აგენტებს და თეატრის დირექტორებს არ უყვართ. როდესაც მომღერალს უკვე მისი პირადი ცხოვრება კი რა თქმა უნდა. ყველა აგენტს უნდა რომ შენ აი ესე იყო თვით ღამეც კი ყოფილა ბევრად შემთხვევები რომ ღამის 3-ზე და 4-ზე დაურეკიათ რომ თამარ აი დილით უკვე 8-ზე უნდა აიღო ბილეთი და წახვიდა
და ეგ მომენტი იყო ჩემს აგენტებთან, რომ ჩემთვის დილა და შუადღე და ღამე არ არსებობდა, აგენტ ჩემთვის შეეძლო ნებისმიერ დროს დაერეკა. თვით ღამის 3-ზე, 4-ზე, 5-ზე, იმიტომ რომ შესაძლო იყო, რომ დილით ყოფილიყო სადმე გასაფრთხით და რა თქმა უნდა, უკვე აი, როდესაც ეგეთ stand-by რო იტყვიან სიტუაციაში აღარ ხარ, რა თქმა უნდა, აგენტებსაც არ მოწონთ ეგ ამბავი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკვე შევამცირე ჩემი გამოსვლები, მაგრამ იცით რა არის? ახლა გამოთქმა არის, რომ 10 და 15 წელი მსოფლიო კარიერა გერჩივნოს 30 წელი, ესე ვთქვათ, რაღაც ნელთბილ კარიერასო, ეგეთი გამოთქმა, ის წლები, რაც მქონდა, რომ სულ ვიჯექი ჩემოდნებზე და ეს მსოფლიო კარიერა და წამყვანი თეატრები და რაღაც, კარგი, არ ვიცი, მგონი 20-25 წელი, რა თქმა უნდა, ჩემთვის რაღაცნაირად გრძნობრო საკმარისი იყო და რაღაც უკვე იმ ასაკში გადავედი, რომ უკვე მე უნდა ავირჩიო რა, მაშინ თუ ყველაფერს ვთანხმდებოდი. ეხლა თქვენ უნდა აირჩიოთ რა გინდათ. ეტაპზე ვარ, რომ მე ავირჩიო და რა მინდა და რა და როგორ, ეს ყველა მომღერალს აქვს ეს პერიოდი ალბათ მის ცხოვრებაში. თქვენი მეუღლე თქვენი ყველაზე ახლო მეგობარია? რა თქმა უნდა, დედა იყო ჩემი ახლო მეგობარი ყველაზე და მეუღლე. მას შემდეგ რაც გამომეცალა 2021 წელს დედა და ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო, ამ დროს თქვენ გქონდათ სპექტაკლი, ხო? დიახ, და ეს იყო ძალიან და შემთხვევით გაიგეთ, რომ დედა გარდაიცვალა. ეს იყო საშინელება, იმიტომ რომ მე უკვე მიფრინავდი იმ დღეს, წარმოიდგინეთ ახლა 5 საათზე რომ მიფრინავ და დილის 11-ზე რომ დედა მოხვდება იმაში რეანიმაციაში და იყო დიდი გალა კონცერტი, სადაც რომ არ მემღერა, ჩავარდებოდა მთელი კონცერტი, იმიტომ რომ ძირითადად რაღაც სცენებს ვმღეროდი მე, ავსტრიაში იყო და ასევე ვმღეროდი დუეტებს. და იმ მომღერლებსაც უვარდებოდა ეს დუეტი და წარმოიდგინეთ, ეს ძალიან ისეთი თემა იყო. და საავადმყოფოში მომცეს იმედი, რომ თქვენო წაბრძანდით, ამ დროს ლაპარაკი იყო მხოლოდ 2 დღეზე. რომ წავიდოდი, ესე იგი მიფრინავდი 1 დღე რეპეტიციები, მერე კონცერტი და მერე უნდა ჩამოფრენილიყავი და ხო დედა თქვენიო რეანიმაციაში შეიძლება უსულაც 1 კვირა, 2 კვირა იწვესო, იმიტომ რომ რაღაც იქ კოლაფსი ქონდა და თურმე რომ გავფრინდი, მეორე დღეს გარდაცვლილა და მე ამას მიმალავდნენ და აი რომ ვეკითხებოდი მეუღლეს, იმიტომ რომ მე აი უბრალოდ იმდენად ჩართული ვიყავი, რომ ვერც აი უბრალოდ ვერ ვეკითხებოდი ექიმებს, რომ რაღაც ცუდი არის თქვათ და ჩემს მეუღლეს ვეკითხებოდი და ის მეუბნებოდა, რომ ხო აი ნორმალურად არის, სტაბილურად არის და აი ეს სიტყვა სტაბილურად არის ჩემთვის რაღაც დამაიმედებელი იყო და აი უკვე კონცერტამდე რაღაცნაირად უკვე 1 საათი იყო დარჩენილი, აივანზე რაღაცნაირად იმას კაბას ვამზადებდი და ქვემოთ ჩემი მეუღლე საუბრობდა, რაღაც ისეთი ბუტიკ ჰოტელსა ის იყო სასტუმრო, პირველი სართული, სადაც ქუჩაში საუბარი ისმოდა, ეს ქვემოთ და აი ეს აივანზე ვიყავი, კაბას ვამზადებდი და ქვემოთ მეუღლე ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა, არ იცოდა რომ მე ვუსმენდი და აი ესე გავიგე რომ ხო აიო სასახლე მოამზადეთო მაშინ და ხო აი ესე და აი მაშინ გასვენება ესე დავნიშნოთ და აი რაღაც ესეც საუბრები. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდი. ეს იყო ჩემთვის აი არ ვიცი და წარმოიდგინეთ 1-2 საათში კონცერტი გაქვს და აი არ ვიცი, ეხლაც მაყრის არ მინდა რომ რაღაც გავიხსენო ეს ის შეგრძნება, მაგრამ იცით რა არის, ალბათ ესეც პროფესიონალიზმია, რომ მერე ის მომენტია, რომ გავხდი ცუდად, წამლები რაღაც და კონცერტის ხელმძღვანელმა ვუთხარი, რომ შეიძლება მეთქი, რომ გამოვაცხადოთ, რომ ძალიან ცუდად ვარ და თუ რაღაც ისე არ იქნა და რაღაც
ვაიმეო ქალბატონო თამარო, აი როგორ მესმისო თქვენი ვერ წარმოიდგინთ, მაგრამ ხალხიო მოსულია სადღესასწაულოთო და ნუ რაღაც დღესასწაული იყო ნაციონალ რაღაც ეგეთი და ვერ გაიგებენ და უცებო რო იქ გაუფუჭდებათ გამოვაცხადოთო რო განწყობა. გარდაგეცვალა და რაღაც ჩათვალეთო რომ მთელი კონცერტი ჩაიშლებაო და ნუ რაღაც და ნუ აი ეგეც დავმალეთ და ნუ რაღაცნაირად ჩავიტანე ის კონცერტი. აი როგორ ჩავიტანე არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული კონცერტი და ნუ რო ჩამოვედი, ეგრევე ჩამოვედი დედას ერთი პანაშვიდი და მერე გასვენება და ნუ ეს იყო ძალიან აი როგორ გითხრათ, იცით, ეს აი ცხოვრებაში ესეთი გამოთქმაა, რომ სანამ ვიღაცა შვილოს გეძახის, თავის უგონია პატარა ბავშვი. აი, რაღაც ვერ გრძნობდი, ვერც ასაკს, ვერც რაღაც იმას, სანამ ვიღაცა შვილოს გეძახის და აი რაღაცა უცებრო გამომეცალა ხელიდან, რომ შვილოს დამძახებელი აღარავინ მყავდა და ის ადამიანი, ვინც სიცოცხლე მომცა, ვინც ჩემი გაჩენით ჯანმრთელობა დაკარგა, დედას 8 წელი არ ყავდა შვილი და სულ მკურნალობდა და ამ მკურნალობებში მან კბილები დაყარა, ნუ რაღაც იქ მთელი ორგანიზმის პრობლემები, რაღაც 1000 ის მიიღო დარტყმები და მაინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილი ყოლოდა და აი ესეთი ადამიანი რო წავა შენი ცხოვრება. ძალიან რთულია და დედის შემდეგ უკვე თქვენი მეუღლე გახდა თქვენი მეგობარი, ხო? და ნუ მე რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე 16 წელია ერთად ვართ, 14 წელი ქორწინებაში და ეს ადამიანი ჩემს რაღაც ლხინს, ჭირს, ვარამს, კრიზისს, ყველაფერს ესე ვთქვათ ერთად იზიარებს და დღემდე ერთად მოვდივართ, იმიტომ რომ რა ვიცი ხა იმდენი ოჯახი ინგრევა ერთ წელიწადში, ძალიან ბევრი, რომ აი რა ვიცი მართლა მეგობრებად უნდა დარჩეს ცოლ-ქმარი, მე ვთვლი, იმიტომ რომ რაღაცაზე აგებული ქორწინება მაინც ვთვლი რომ მალე ეიშლება და რადგან ამდენი წელია ერთად ვართ და ერთად მოვდივართ, რაღაცნაირად უკვე ერთმანეთის უკვე უსიტყვოდ გვესმის და თვალებითაც უგებთ ერთმანეთს და აი რა ვიცი, ნუ ყველაზე ხშირად რაზე გამათობთ ხოლმე? რო გითხრათ გაგეცინებათ ცხოველებზე. ცხოველებზე? არ მოსწონს ხო ამდენი ცხოველი რო? რა უტანია რომ საჩი ამდენი ცხოველი მყავს და ნუ ეს არის ნომერ პირველი საკამათო თემა, რომ აი ესე იგი ეხლა მე რო იქ ჩამოვალ, ამდენ ცხოველებში უნდა ვიყო, ეხლა მე მაშინ წავალ სხვაგან ავიღებ ბინას, მე არ მინდა ამდენ ცხოველებში, მე რეიწება ჩხუბი რომ რამდენს ახარჯებ შენ ამ ცხოველებს და ნუ მოკლედ აი სულ ცხოველების გარშემოა ეს ამბავი. ნუ მე მესმის ახლა ეს ცხოველები მე დამიგროვდა კოვიდის პერიოდში. ბევრი ცხოველი გყავთ ხო? 8-მდე კი. ნუ ეს კერძო სახლი მაქვს და ეს იტანს, იმიტომ რომ ხარ 8 ცხოველი ბინაში არ მყავს. ეზოში დარბიან, ზოგი ეზოში ცხოვრობს ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან და მე მათ პასუხისმგებლობა მაქვს და ვარჩენ და ესე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, რომ წავედით ამერიკაში რაღაც პერიოდი საცხოვრებლად, აი არც მიფიქრია, რომ გამეჩუქებინა ან რაღაც დამერიგებინა და ნუ რაღაც იმდენად მიყვარს ისინი და იცით რა არის, აი იმათი აქ გყავთ ხომ ცხოველში, რომ ვისთან არიან ხოლმე? ჩემ სახლში კი და უბრალოდ ის მომენტია, რომ არა რომ მიდიხართ ისინი შეჩვეულები არიან, რომ აი ამ სახლს, ამ კერას, რომ რამდენი ხანიც არ უნდა წავიდე, იმათ მაიციან, რომ ადრე თუ გვიან მოვალეს, იქნება 6 თვეში თუ 1 წელიწადში თუ რაღაც და იმდენად არ არიან დეპრესიაში და აი სულ მგონია, რომ გავაჩუქო და სხვა ოჯახში მოხვდნენ, რაღაც დეპრესიაში ჩავარდებიან, იმდენად მიყვარს და მათი თვალით
ვუყურებ ხოლმე ამ სამყაროს და ვიცი ბავშვობიდან მიყვარდა ესე სუეზოდან ამომყავდა ხან კნუტები ხან ლეკვები და ნუ აი რაღაც დედას უყვარდა ძალიან ცხოველები და აი დედამ ჩამინერგა ძალიან კაჭკაჭიც მომიყვანია სუწიწილები მყავდა ნუ ზაზუნები ნუ აი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს ზოოთემა და ნუ რაღაცნაირად დღესაც თუ რამე მწვავე პოსტს ავდებ ეს რაღაცა ცხოველების ცხოველთა დაცვაზე ხო მათ რაღაც სავალალო ყოფნაზე საქართველოში და თბილისში აი რაღაცნაირად ესე წერ ხოლმე და აი ერთი წუთი არ ქონია ის მომენტი რომ რაღაცა დიპლომატიური ვიყო და რაღაც დავმალო და ძალიან ყვახე და ჭახე პოსტებს წერ იმიტომ რომ მართლაც ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი რომ აი მოუგვარებელი პრობლემა აი ამ ცხოველების თემა და მათ დამიმოპყრობა და ყველაფერი იდეალურად არ არის ამ მხრივ და ნუ რაღაცნაირად ესე ვთქვათ ვიმაღლებ ხმას და ნუ აი შესაბამისად მომკითხეთ რომ მეუღლეს და რაზე გაქვს მაგ თემაზე გამად რა თქმა უნდა რომ მივდივარ მყავს ადამიანი ვინც უვლის და კი ბატონო ხო რა თქმა უნდა ეს ესეა თქვენს ორ არაჩვეულებრივ შვილზე მინდა გკითხოთ კი ბატონო როგორი დედა ხართ კაცრი მეგობრული როგორც რდით შვილებს მე მეგონა რომ უფრო მკაცრი ვიქნა მართლა კი იმიტომ რომ თვითონ დედა იყო ჩემს მიმართ ძალიან კაცრი და მომთხოვნი მაგრამ აი რა ვიცი იმდენად მიყვარან და იმდენად რაღაცნაირად არ მინდა რომ რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა ვაწყენინო რაღაცებს ყლაპავ ხოლმე და ისეთი სიმკაცრით ვერ ვეუბნები აი მაგალითად ახლა რა ანუ დღევანდელი დაავადება ეს არის ტელეფონები და კომპიუტერები და ნუ რაღაც დიდხანს ტელეფონში ჯდომა და იქ კომპიუტერში და ნუ აი რაღაც მე ვთვლი რომ ეს არის რაღაც დაავადება ამ იმისი თაობის და ნუ რა თქმა უნდა ეს მაგიჟებს და რაღაც გამოვყავარ წყობიდან რომ მათ შეუძლიათ თავაუღებლად თუ სკოლაში არ არიან ან რაღაცა დილიდან საღამომდე იჯდნენ და ისე რომ ნუ ვერც ამჩნევენ ვერაფერს გარშემო კი მოდის ნუ ერთადერთი ახსენდებათ რომ საჭმელი უნდა ჭამონ ხო და მე ისე ხო და აი ეს ცოტა არ იყოს მაგიჟებსა ესეთი ესე ვთქვათ მიდგომა და მე ვთვლი რომ ბავშვი რაც შეიძლება მეტად უნდა დაკავდეს სპორტით, ნუ აი უნდა გაიწუწოს ოფლით და სახლში უნდა შედიოდეს მხოლოდ დასაძინებლად, რომ არ იყოს მიჯაჭვული აი ამ გაჯეტებს და ნუ ეს ვიცი და ისედაც ვგრძნობ რომ რაღაცა სოფლიოში, ნუ აი მოსახლეობა ხალხი უკვე რაღაცნაირად აზროვნებას გადაეჩვია. იმიტომ რომ იმდენად განვითარდა ეს ტექნიკა, ეს ყველაფერი, ადრე თუ ადამიანი ფიქრობდა, თქვათ რაღაც საჭმელი როგორ გაეკეთებინა, ეხლა ხელოვნური ინტელექტი შეაგდებს მიაჭერსდიც, უკვე ის გააკეთდა. თუ ფიქრობდა რაღაც როგორ დაეხატა, უკვე რაღაც ინტერნეტში შეაგდებს, შაბლონი გამოდის, იქ გრაფიკულად უკვე დახატულია. კი, აზროვნებას გადავაჭრე. რაღაცა სქელი წიგნი თუ ეზარება წაიკითხოს, შევა ინტერნეტში, იქ მოკლე შინაარსი წერია იმ წიგნის რაღაც 5 გვერდში, ან და იქ ChatGPT ეტყვის რა ხდება იმ წიგნში და უკვე დაკმაყოფი უკვე თulis რომ ამ წიგნის შესახებ, ხო და აი ამან ძალიან ესე ვთქვათ დაადებილა, ესე ვთქვათ სოფლიოში საზოგადოება და ზედაპირული, აი თუნდაც ვიდეოები ახლა რო სკროლავენ, თუ რაღაცა წუთზე მეტი გრძელდება, უკვე ეზარებათ მისი მოსმენა და ნუ აი ეს რაღაც საერთო სენია, რაც მოიტანა ამ ეპოქამ და აი შესაბამისად აღარ იბადება აღარც ბეთჰოვენი, აღარც მოცარტი, აღარც მიქელანჯელო, აღარც რაფაელი, აღარც სტენდალი, შექსპირი. ნუ აი ყველაფერი ძალიან ზედაპირული გახდა და გეთახმები. არ ვიცი, საით მივდივარ. გააქვთ რამე აკრძალვები შვილებისადმი? აკრძალვები, რა თქმა უნდა, მაქვს. ნუ ისევ ამ ტელეფონებთან, რომ
ყოველთვის ვაკონტროლებ და მაქვს მათი აკაუნტები, რომ ვისთან კონტაქტობენ, იმიტომ რომ იმდენი ცუდი მესმის, რომ ვიღაცებმა რაღაცნაირად ბავშვებთან რაღაც პედოფილია, 1000 რაღაც უბედურება, ლურჯი ვეშაპიო და რაღაც 1000 რაღაცები, რომ ძალიან ვაკონტროლებ, რომ ვინ ურეკავს, ვის ეკონტაქტება, ვისთან აქვს საქმე, იმიტომ რომ დაზღვეული დღეს არავინ არ ვართ. კი ბატონო. თქვენ გადახვედით ამერიკაში საცხოვრებლად. რაღაც პერიოდი. აი რატომ გადაწყვეტეთ? იცით რა არის, უპირველესად ეს იყო რაღაცა ოჯახური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს დედა აყავდა ავად და ძალიან, ჩემი მეუღლე დედასთან ძალიან ახლა კი ყველა შვილია დედასთან ახლოს, მაგრამ ჩემი მეუღლეს ძალიან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის დედასთან ძალიან ახლო და მე ვგრძნობდი, რომ ის ძალიან განიცდიდა, რომ დედა იქ ავად იყო, ებრძოდა რაღაც იქ ონკოლოგიური დაავადებას და ის კიდე აქ იყო და რაღაც ვერ ახერხებდა დედის ნახვას. რაღაცნაირად მე როგორც მომცნობილმა მომღერალმა არის ეგეთი საშუალება, ექსტრაორდინარი ქვია, როდესაც შენ როგორც ცნობილი მომღერალი აკეთებ გრინ კარტას მთელ ოჯახზე და ამერიკას ყოველთვის უყვარს რაღაც წარმატებული ხელოვანები, სპორტსმენები, ექიმები, აი თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანები და მათ აძლევენ ცხოვრების და მუშაობის საშუალებას მათ ქვეყანაში და აი ეს გავაკეთეთ და წავედით მთელი ოჯახი, საბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ ჩემმა დედამთილმა ყველაფერი წარმატებით დაამარცხა და ახლა ჯანმრთელად არის და ვუსურვებ მას მხნეობას, მაგრამ მაშინ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და აი რაღაც პერიოდი წავედით ამერიკაში, უკვე 2 წელია ვართ იქეთ, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ბავშვები დღემდე ბედნიერები არიან აქ. არ მოსწონთ ამერიკა, ესე იგი ხო? რატომ? ბატონო, აი მე მიხარია, რომ ისინი რაღაცნაირად არ გადაამერიკელდნენ, იმიტომ რომ რაღაც იქაური მენტალიტეტი, იქაური რაღაც ზედაპირული მიდგომები, რაღაცა მაინც მათში არ გაჯდა და ეხლაც რომ ვეტყვი ხოლმე, რომ აი იქ გირჩევნია თუ აქ, რა თქმა უნდა აქ. ზოგჯერ რომ მითქვია ხოლმე, რომ აი მოდი დავრჩეთ აქ და დავრჩეთ. არა აქვთ ის მომენტი, რომ არა იქ მინდა და რაღაც ეგეთი, აი იმდენად უყვართ აქაურობა და მათი მეგობრები და ეს წრე და აი მე ვიცი, რომ ყოველი დღე ეხლა რასაც აქ ატარებენ, ბედნიერები არიან და მეც რაღაც პერიოდი დროებით წავედით იქით, ალბათ სადღაცა კიდევ ეს გასტანს, სადღაც ალბათ 2-3 წელი, მაქსიმუმი. და აუცილებლად დაბრუნდებით, ხო? და მინდა რომ დავბრუნდე შემდგომ, იმიტომ რომ რაღაცნაირად იქაური ყოფა და იქაური რაღაც ცხოვრების სტილი, რომ მხოლოდ მუშაობა და აი რაღაცა უკვე კარგავენ, იცით, ცხოვრების ტკბობას, რაღაცა ურთიერთობები აღარ. ბატონო, ვერავისთან ვერ მიხვალ სტუმრად, ყველა მუშაობს, დილიდან საღამომდე ოჯახის წევრები ერთმანეთს პრაქტიკულად ვერ ხედავენ. აი რაღაც ვიღაცასთან რო გინდოდეს ან დაждდომა, ყავის დალევა 1 თვე უნდა რაღაც შეათანხმოთ, რომ აი შეიძლება 2 კვირის მერე აი ამ საათიდან ამ საათამდე შევძლო და ეს არ არის ცხოვრება, მე ვთვლი, რომ აი გაგდის წლები და რისთვის, ხა რასაც შეულობენ იმპულს იქვე ეხარჯებათ. იმდენად ძვირია იქ ცხოვრება და აქ რო ჩამოდიან სხვათა შორის საქართველოში, აი რაც ვიგრძენი იქ ვინც ამერიკაში ცხოვრობენ. აი რაღაცა აქვთ სრული რელაქსი, რომ აქ რაღაცა ნელა მიდის ცხოვრება და აქ რაღაც ადამიანები ტკბებიან უფრო სიცოცხლით. ერთმანეთი. ის ხელფასი რაც აქ, იმას ყოფინობენ, მაგრამ უფრო ბედნიერები არიან. და თავიანთ სიამოვნებაში იყენებენ. $10,000 შოულობ, 9,000 გასავალი გაქვს, აი რაღა აზრი აქვს. რასაც შოულობ, იქვე ხარჯავ და
აი ესე გაზდით ცხოვრება და მე არ ვთვლი, რომ რაღაც ღმერთმა ერთი ცხოვრება მომცა და რაღაც ესე ვთქვათ, დილიდან საღამომდე სადღაცა ჩაკეტილი ვიყო, ან მღეროდე, ან ვამეცადინებდი. გეთანხმებით. ესე რომ იცით რა არის, ევროპული ცხოვრება უფრო დაბალანსებულია. რა ვიცი, ახლა ზუსტად არ ვიცი ისევ აქ გადმოვალთ თუ ევროპაში, მე ვენაშიც ვცხოვრობ. იქაც მაქვს ნავსაყუდელი ესე რო იტყვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ამერიკული რაღაც სპორტული და ეს აზარტული ცხოვრების სტილი მე არ მომწონს. ხო, ესე ვთქვათ. თქვენს მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე მინდა რომ გვესაუბროთ ქალბატონო თამარა. იცით რა არის, ეს იდეა წარმოშვა 2021 წლები იყო, მაგრამ მაშინ ამ კოვიდმა დაარტყა, ესე ვთქვათ, მსოფლიოს, რაც ესევე ვთვლი, რომ ძალიან ხელოვნურად იყო გამოწვეული და ალბათ იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება, მაგრამ მართლაც ეს იყო რაღაცა საუკუნის აფიო რა, ესე ვთვლი. და ამ წლებში ვერ შევძელი მათი რეალიზება და შემდგომ 2022 წელს მხოლოდ 22 წელს შევძელი შემესხა ხორცი ამ დიდი ხნის სურვილისთვის და არ შემიძლია არ აღვნიშნო მაშინდელი კულტურის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელმაც დაიჯერა ეს ჩემი ვთქვათ მიღება რომ მქონდა მონათხრობი, როგორ წარვუდგინე მე ეს გეგმა, რა მქონდა ჩაფიქრებული, როგორ რა სტილში ვთქვათ, რა იყო ჩემი მიზანი, რომ ახალგაზრდა მომღერლების დახმარება, მათი გზის გაკვალვა, რომ ეს არ იქნებოდა მხოლოდ ფესტივალი ფესტივალისთვის და კონცერტებისთვის, რომ მხოლოდ კონცერტები და მორჩა ჩაიწერა, რომ ამითი რაღაცნაირად ეს საგანმანათლებლო თემა იქნებოდა, რომ ჩვენ გვაქვს ბუნებით საოცრად მდიდარი ხმები საქართველოში. ჩვენი ხმები ჟღერადობით არის, ზუსტად ის ძველი იტალიური სკოლის ხმები, რომ არის რენატა ტებალდი, ენრიკო კარუზო და ტიტო გობი, რაღაც იმ პერიოდის მომღერლები რომ იყვნენ, ეგეთი მდიდარი და ძვირფასი ხმები გვაქვს ქართველებს ოდითგანვე გენეტიკურად და ამიტომ ძალიან დიდი დაინტერესება იყო ყოველთვის აგენტებისგან, თეატრის დირექტორებისგან სულ მეკითხებოდნენ ჩემი კარიერის მანძილზე, რომ ესეთი პატარა ქვეყანა ხართ და ამდენი კარგი მომღერალი გყავთ და ასეთი მდიდარი ხმები და უფრო ახლოს გვინდა რომ გაგიცნოთ, ახლოს გვინდა რომ გავიცნოთ თქვენი დამწყები მომღერლები რაღაც და მეც დიდი სურვილი მქონდა, იმიტომ რომ ის გზა და დაბრკოლებები, რაც მე გავიარე, რომ ვთქვათ, მქონდა ხმა, ვიყავი მომზადებული და არავინ მყავდა ადამიანი, ვინც ვთქვათ, გამიკვალავდა გზას და ჩემი წვალებით, ჯახირით, როგორღაც ძლივს რომ ვიშოვე რაღაც კონკურსზე წასასვლელი თანხები და იმ კონკურსებზე მე გავიმარჯვე და პირველი ადგილები და რაღაცა, ეს მინდოდა რომ რაღაცნაირად ახლანდელი ახალგაზრდა ვთქვათ დამწყებ მომღერლებს ეს გზა უფრო შემსუბუქება. ანუ თქვენ აგენტების მოძიებაშიც ეხმარებით? ეს ძალიან დიდი საქმეა. იცით რა არის, ვთქვათ ახალგაზრდა დამწყები მომღერალი, რომელსაც აქვს ხმა, ტექნიკა, არის დაბადებული ვარსკვლავად, მაგრამ მას არ აქვს და მის ოჯახს ფინანსური საშუალება, რომ წავიდეს ევროპაში და ეს მოსმენები უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ჯერ მარტო თვითმფრინავის ბილეთი, სასტუმრო, ჭამა, კვება, იგზო ქვეყნებში ვიზა, ეს და რაღაცნაირად მინდოდა რომ შემექმნა ისეთი ფესტივალი, კონკურსი, რაღაცა ვოკალის აკადემია, ესე ვთქვათ რაღაც საფესტივალო აკადემია, რომ ეს ადამიანები, ეს ცნობილი აგენტები, თეატრის დირექტორები პირიქით აქეთ ჩამომეყვანა. მომზადება შედის ამ ადამიანების ამ ფესტივალის ფარგლებში? არა, მომზადება არა, ისინი თავიანთ პედაგოგებთან მომზადებიან, უბრალოდ ეს ფესტივალი ეხმარება იმათ, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა
და ვიწევ მსოფლიოში წამყვან აგენტებს, თეატრის დირექტორებს, კასტინგ დირექტორებს. ეხლა გვაქვს ესე ერთი წელიწადია უშუალოდ კონკურსი, ოპერის ოქროს ხმა და მეორე წელიწადი, აი რაც თქვენ აღნიშნეთ, მომზადება, არის სწორედ მთლიანად ეთმობა 2 კვირა, მთლიანად ეთმობა მასტერკლასებს, მათ კვალიფიკაციას ამაღლებას, პროფესიონალიზმის, ვიწევთ ცნობილ მომღერლებს, მსოფლიოში წარმატებულ მომღერლებს და ვარსკვლავებს, რათა ამეცადინონ ჩვენი ბავშვები ვოკალში, შემდგომ ვმართავთ კონცერტებს, ვაკეთებთ მოსმენას ამ მომღერლებისთვის. ანუ ერთი წელი გვაქვს მასტერკლასები, კონცერტები და მოსმენა, მეორე წელი გვაქვს უკვე ვოკალის და საერთაშორისო. ძალიან მადლიანი საქმეა. ძალიან ნამდვილად მადლიანი საქმეა და ხო, აი, ქალბატონ თეას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ დაიჯერა და ესე ვთქვათ მენდოდა, ესე ვთქვათ მწვანე შუქი მიცა აი ამ ჩემს პროექტს და ის უკვე მეხუთე წელია, წელს უკვე 5 წლის თავი გვაქვს. მოქმედებს, შემდგომ უკვე ქალბატონმა თიკა რუხაძემაც ესე ვთქვათ გადაიბარა ეს პროექტი და დღემდე ესე ვთქვათ ხელს გვიწყობს მის განხორციელებაში. არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე აჭარის მხარე, რადგან ეს ფესტივალი ბათუმშია და ესე ვთქვათ 5 წელია უკვე იქ ფუნქციონირებს. იქაური კულტურის სამინისტროც ძალიან ხელს გვიწყობს, ბათუმის მერია და ნუ აი რა ვიცი ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი ესე ცოცხლობს და წლითი წლობით უფრო წარმატებული ხდება. ვითარდება. კი ბატონო და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ წელს ადრე თუ იყო ხოლმე რომ აი თქვა ძირითადად სულ ქართველები იყვნენ და თქვა რაღაც იქ ცოტა უცხოელი 2-3 წელს უკვე ძალიან დიდი ნაკადი წამოვიდა უცხოელების. მართლა. ძალიან, აი ამერიკიდან, ევროპიდან, სულ აი ვინც კონკურსში მონაწილეობას იღებს? ჩვენს გარშემო ქვეყნებიდან და რაღაც აი ძალიან დიდი ნაკადია უცხოელების და ძალიან მიხარია ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც საერთაშორისო რეზონანსზე უფრო გავედით. თორე ადრე სულ იყო ხოლმე რომ აი თქვა 70 კაციდან თქვა 50-55 იყო ნუ თქვა საქართველოს, ასომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, იქ თქვა რაღაც ქვეყნებიდან, ნუ იქ 1 ან 2 ევროპელი და რაღაც. ეხლა ძირითადად ესეა და ძალიან მიხარია, ყავს ძალიან ბევრი ევროპელები, ამერიკელები, ნუ იქ თურქებიც, აზერბაიჯანიც შემოგვიერთდა. ნუ ეს ჩვენი ქვეყნები ისედაც კი, მაგრამ ნუ აი ევროპა, ამერიკაც ძალიან ესე ვთქვათ და იცით რა მე მიხარია ის ამერიკელი, წარმოვიდგინეთ ახლა რამხელა თანხა უნდა დაუჯდეს ის ბილეთი, სასტუმრო. რო აქამდე ჩამოვიდეს. არა, მგონი ერთი ავსტრალიელიც ყავდა. ნუ აი წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი იმ ადამიანს უღირს, რომ თითქმის 2 დღე, 3 დღე გზაში იყოს, რომ ჩამოვიდეს ბათუმში ან კონკურსზე, ესე იგი უკვე იმ ხელა, ესე ვთქვათ, ასპარეზზე გავედით და ეს რა თქმა უნდა, იცით რა არის მე მიხარია და ეს რაღაც სიამოვნებას მანიჭებს, იცით? რა თქმა უნდა. აი უკვე ის მიხარია რომ ყავს რიგი ადამიანების, მომღერლების, რომლებმაც ჩემი აი ამ ფესტივალიდან აფრინდნენ, ტრამპლინი აიღეს და დღეს უკვე მსოფლიო კარიერას იკეთებენ, როგორც მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანი, ფანტასტიკური გოგო, რომელმაც ოპერალია გაიმარჯვა მერე პლასიდო დომინგოს ცნობილი ეს კონკურსი მეორე ადგილი, არ შემილია არ აღნიშნოთ ჩვენი სიამაყე ეკატერინე ბუაჩიძე, რომელმაც ასევე პირველი ადგილი აიღო შემდგომ პლასიდო დომინგოს ოპერალიაზე და დღეს წამყვანი მეცო-სოპრანოა თათა რაზმაძე, ძალიან პერსპექტიული სოპრანო, მან მესამე ადგილი აიღო ჩემს კონკურსზე და აიყვანა ძალიან ძლიერმა აგენტმა მარჩინ კოპეჩმა, ასევე ანა ნოუნიანი, რომელიც ახლა პარიზში სწავლობს საოპერო სტუდიაში და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. და ნუ აი რა ვიცი ძალიან ასე ვთქვათ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ
ესე ვთქვათ, ძალიან კარგ სულ საქმეს ვაპოვდი, აკეთებთ. რომ თუნდაც ერთ მომღერალს რომ გაუმართლდეს და ჩემი ფესტივალით რაღაც კარიერა აეწყოს, უკვე ამ ფესტივალს გამართლებულად ჩავთვლი მეთქი და ერთი კი არა, გაამართლა. ბევრი ყავს უკვე, კი. ძალიან კარგია. ესე რომ, რა ვიცი, ეხლა მეტი რა შეგვიძლია, იმიტომ რომ ეხლა შემოქმედება კარიერა, მე ვთვლი, რომ რაღაცა ეტაპზე რო შედიხარ, უკვე რაღაცა სხვაც უნდა, რაღაც რო იტყვიან განშტოებები, შენი სიმღერად კი, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდა განავრცო ასევე შენს პედაგოგობაში, თქვათ რაღაც შენს პროექტებში, რომ რაღაცნაირად უფრო რაღაც სარგებელი მოუტანო შენს ქვეყანას. კი ბატონო, შენი სიმღერით მოგაქ სარგებელი და ვთქვათ, ესე ვთქვათ, ტკბებიან, მაგრამ აი რაღაცნაირად რეალური სარგებლობაც რომ მოგაქ ადამიანებისთვის და აი ჩემთვის პედაგოგიური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. 6 წელი ვიყავი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, აი სწორედ ეს მომღერლების ნაწილი ჩემი აღზრდილია, ელმინა ჰასანი და ანა ნოონიანი და კიდევ არიან ჩემი მოსწავლეები, მარიამ გაგლოშვილი, რომელიც დუისბურგის თეატრის დასის წევრია და ნუ აი რაღაც ვცდილობ რომ ყველა მომღერალს რაღაცნაირად არა მხოლოდ ვოკალში ვამეცადინო, აი ეგ მაქვს სხვათა შორის როგორც პედაგოგს, რომ რაღაცნაირად ჩემი მოსწავლე ხდება, ჩემი აი ხუმრობთ ხოლმე რაღაც სოპრანოს კლანის წევრი. სოპრანო ხო ჩვენი ხმა, მაგრამ ასევე მაფიოზები სოპრანოს კლანი. ხოი, რაღაც ეს სოპრანოს კლანის წევრი ხდება, კაი გაგებით, რომ ასე იგი არა მხოლოდ მის ვოკალზე ვიზრუნო და ასე ვთქვათ იმაზე, არამედ თუ ის ამართლებს ჩემს ესე ვთქვათ მოლოდინებს და მე მასში ვხედავ როგორც ბებია იტყო და კოჭებში ესე ვთქვათ ვხედავ რომ მას აქვს რაღაც აი პერსპექტივა რომ გახდეს ვარსკვლავი და რაღაცა აუცილებლად მე მასზე ვზრუნავ რომ შემდგომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ წარმატებული კარიერაც ქონდეს, იმიტომ რომ ის ადამიანი რაღაც ჩემი ოჯახის წევრი ხდება, ასე ვთქვათ. და მე ვთვლი რომ კარგი პედაგოგობა არ არის მხოლოდ პირი გააღე, იქ ფაძიეზი მოხურე, იქ ეს ნოტა გაამღერე, იქ ხმა მომეცი. კარგი პედაგოგი ხარ, როდესაც შენ თავიდან ბოლომდე ზრუნავ მომღერლის ჩაცმულობაზე, სიარულზე, სცენაზე, მიხრა-მოხრა, მანერები, როიალთან როგორ დადგეს, ორკესტრთან როგორ დადგეს, როგორ ჩაიცვას გემოვნებით, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის რაღაც აი პრიმადონას. იცი, შეიძლება ვთქვათ, შესანიშნავად მღეროდე, მაგრამ რაღაც ჭრელაჭრულა და რაღაცა ისე ის შარმი არ გქონდეს. აი რაღაც ყველანაირად, რომ თუნდაც მოძრაობით სიმღერის დროს, რომ შენ იყო აკადემიური მომღერალი, რომ აგენტმა შენში დივა და აი ეს ვარსკვლავი დაინახოს. აი ეს არის ძალიან, მე ვთვლი, რომ აი კულისებიდან უნდა გაზარდო მომღერალი, როგორ გავიდეს სცენაზე და როგორ ხამე მაგალითად ზოგისთვის მიწყენინებია კიდეც მასტერკლასებზე, რომ დამინახია, რომ ვიღაც გამოდის და როიალთან ჯუზეპე ვერდის და რაღაც პუჩინის ჯინსებში მღერის და ეს არის პირველ რიგში აი ამ კომპოზიტორის და აი ამ დარბაზის და როიალის ესე ვთქვათ უპატივცემულობა, რომ შენ როგორც ქუჩაში დადიხარ ჯინსებით დახეული რაღაც ესა ისა, ეგრევე გამოდიხარ და სცენაზე ხო აი რაღაცა თვითონ მომღერალშიც და იმ ადამიანშიც მინდა რომ გავაღვივო ის რომ თქვათ უფრო მეტად პასუხისმგებლობით და ბრუდუნებით მოეკიდოს მის პროფესიას და ნუ მისთვის სიმღერა არ იყოს რაღაცა მხოლოდ აი როგორც ჭამე პირი დაიბანე იმღერე აი რაღაც ესეთი მესმის თემა დიახ ესე რომ ყოფილა რამე ისეთი დაუჯერებელი ჭორი თუ მოგისმენიათ თქვენს თავზე ნუ ეს ახლა ყველა მომღერალს და ყველა ხელოვანს და რამე ხო ისეც ხო არ გვეტყვით რაც ყველაზე დაუჯერებელი ახლა რა არ ყოფილა ნუ რაღაცნაირად
ვითომ ვიღაცის ან საყვარელი ვიყავი ან რაღაც მით უმეტეს ახლა ის პერიოდი იყო როდესაც კონკურსებისთვის რაღაც დაფინანსება მოვიპოვე აჭარიდან და ნუ აი გამოაცხეს ჭორი რომ მე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ის ვიყავი ფავორიტი ქალი და ნუ მე უკვე იმ დონეზე გადავიდნენ რომ ის კაცი რომ გაიქცა რუსეთში იყო ნუ კარგახანი თვლიდნენ რომ ცოლად მომიყვანა და მეც რუსეთში ასლან აბაშიძეზეა საუბარი მე თვით ისიც თქვეს რომ მე მგონი შვილიც ეყოლათო და ნუ აი ძლივს გამოვედი მაგ ჭორში ინერვიულეთ არა იცით რა რაც სიმართლეა იმაზე არ უნდა აი ადამიანს რომ რაღაცა ბოდიშით რაღაც ნაჭამი აქვს ეწვის იმაზე ან რაღაც ეწვის ხო ქურცკუდი ეწვისო იმაზე ნერვიულობს რომ რაღაც არ გამოუაშკარავდეს და აი რაღაცა რომ აი აბსოლუტურად ისე ღვივდება უსაფუძვლოდ რა თქმა უნდა ესეთ რაღაცებს ყოველთვის ღიმილით უყურებდი მაგრამ ნუ ეს უკვე ისეთი ის იყო რა ქვია გამჟდარი რომ ნუ აი არ ვიცი თვით ისეთმა ადამიანებმა დამირეკეს და რაღაცა მეკითხებოდნენ რომ ეს ესეა მართლა და რაღაცა და ნუ ზოგმა ლონდონში კოვენტ-გარდენში უმღეროდი მახსოვს და ერთმა დამირეკა რომ მოსკოვში დაგინახეო უნივერმაღიდან გამოხვედიო იმ ადამიანთან ერთადო და ვეუბნები ადამიანო შედი ინტერნეტში ნახე სპექტაკლს უმღერი ვარ ხა კოვენტ-გარდენში სიმონ ბოკანეგრას როგორ შენ მოსკოვში არ ხარ არა ვარ მოსკოვში ნუ აი იმ დონეზე იყვნენ უკვე რაღაცა მაგრამ ნუ ახლა ხდება ხოლმე არც პირველი ვარ არც ბოლო დღეს უკვე მეცინება ახლა ამაზე მაგრამ ну რა ვიცი ისე ამბობენ რომ ყველანაირი ჭორი ესე ვთქვათ ხელს უწყობს შენს პოპულარიზაციას და why not ხალბატონ თამარა აი ბოლოს თუ რამის თქმის სურვილი გაქვთ ჩვენი მსმენელისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თუნდაც ეს ჩვენი გადაცემის ფორმატში არ ჩდებოდეს იცით რა არის რა გითხრათ აბა ჩვენი მსმენელისთვის მინდა ის რომ აი ბოლო წლებია რაც ძალიან გული მტკივა ის რომ საზოგადოება ძალიან არის ორად გახლეჩილი და ეს ახლა ყველანაირ ვოკალზე და ჩემს კარიერაზე და იმაზე უფრო მეტად საინტერესო და მწვავე და უფრო საჭიროებო თემაა და აი რა ვიცი ძალიან ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოება რაღაცნაირად მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი და მეტად რაღაც მობიერები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ და აი ეს რაღაცა რაც სოციქსელებმა მოიტანესა ეს რაღაცა ზიზღი ის რომ ადამიანები რაღაცა ფსევდონიმებს და ნიკებს ამოფარებულები უკვე ყველაფერს წერენ ყველანაირ შეურაცხყოფაზე მიდიან რაღაცა აი უკვე აღარ დარჩა წმინდა და რაღაცა აი ეს ძალიან მტკივა იმიტომ რომ შევდივარ თქვათ რაღაც სოციქსელებში იქიდან იმდენი ნეგატივი მოდის რომ უკვე რაღაცა კარგი რო იწერება და რაღაცა დადებითი და რაღაც სიახლე და რაღაცა ისე ვთქვათ სასიამოვნო მოვლენა უკვე მიკვირს და აი რატომ უნდა მიკვირდეს ეს კიდე ცალკე კი მესმის რომ დღეს ახლა თვითონ სოფლიოშიც ძალიან არეულია სიტუაცია და მით უმეტეს ომები და დაპირისპირებები და რაღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ახლა ადამიანი გარდაიცვლება და არ ყვევენ რომ რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო და ნუ აი იმის მიხედვით გლობობენ ვიტიროთ თუ ვიცინოთ ხო ვიტინო და ხო აი ის მომენტია რომ ბოდიში კოცი იყო თუ ნაცი იყო და მე ერთი მხარე აგინებს მეორეს აი ეს უკვე რაღაცა ძალიან მარაზმში გადადის უკვე ეს აი ქართველი ხალხი არასდროს არ ყოფილა ესე მე ხო გავიზარდე ხო მოვდე ყოველთვის იყო რაღაცა იქ ჭორი მართალი პოლიტიკურ დაპირისპირებები მით უმეტეს ახლა გამოვიარეთ შევარდნაძის ეპოქა გამსახურდიას ეპოქა ომები უბედურება მაგრამ აი ესეთი გახლეჩილი საზოგადოება და ესეთი ამდენი ესე ვთქვათ ზიზღი და ტალახი არასოდეს არ ყოფილა და აი რაღაცა თუ რაიმეს ვისურვებდი ის რომ აი რაღაცნაირად ისევ
რაღაც სიყვარულმა გაიმარჯვოს და რაღაცა თანადგომამ და თუ მე ვინმესთვის რამე მიწყენინებია პირადად ბოდიშს უხდი და მინდა რომ ყველას მეგობარი ვიყო და ყველასთვის დადებითი ადამიანი ვიყო, იმიტომ რომ აი ერთი პატარა ცხოვრება გვაქვს, რომელიც ხშირად ახლა 100 წელი არ გრძელდება, ზოგისთვის 60, 70, 80 და აი ამ ცხოვრებას რო კიდე რაღაც კინკლაობას შევალევთ და კიდე რაღაცა, ესე ვთქვათ, თითიდან ვიწუწნით ნერვებას აშლელ თემებს, მეტი რა შეგვჩენი ერთი პატარა ცხოვრება გვაქვს და რაღაცნაირად უნდა გავახაროთ კარგი ერთმანეთს. გამოთქმა წუთი სოფელი. წუთი სოფელი, ეს კი არის ბატონო. გენიალური, არც ერთ მსოფლიოს ერს არ აქვს აი ესეთი აი ამ გამოთქმის სინონიმი და წუთი, ანუ მართლაც წუთია ჩვენი, ესე ვთქვათ, გაელვება ჩვენი ცხოვრება და რაღაცნაირად უნდა დადებითი გრძნობებით გავლიოთ და ნუ მე როგორც მომღერალი ვისურვებდი რომ თუ ვინმეს კარგი ხმა გაქვთ და ვოკალური მონაცემები, სიამოვნებით გამოვძერწავთ თქვენგან საოპერო ვარსკვლავს. უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ, აი, კიდევ ხარეთ. ერთხელ თქვენს და უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ და ძალიან დიდი მადლობა რომ ესწავლეთ. მოწვევისთვის. ცოტა გაგვიგრძელდა საუბარი, მაგრამ მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. იყო და აუცილებლად. ჩემი ფსიქოტიპი, ესე ვთქვათ, მოხაზეთ. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.